ისეთი ტვირთი უნდა ვიკისრო, ერთხელ მე ვთქვი, რომელმაც შეიძლება გაჭყლიტოს კიდეც ადამიანი. 1995 წლის 24 აგვისტო ისტორიული საქართველოს მიიღო კონსტიტუცია. შევარდნაძემ დახედა საათს და გელა ვაგვიანებთ თქვა. აი ამან გადაგორჩა. არც გვეგონა თოსოცხალი ექვენმე გადარჩებოდა. მანქანა უკვე იცის. კარიერი ვერო. მაინც გვესვრია შულუდან უწვალობ. ისინი არიან არაკაცები. და ეს არის მაგათი ბოლო მცდელობა. შევარდნაძემ შეიწყალა ისინი, ვინც ტერორისტული აქტი მოუწყო. იგორ გიორგაძის პასუხი იყო, რომ მარტო მე უნდა წავიდეო. აი ეს იუმორის გზნობა მე არ მქონდესო, ალბათ მოკვდებოდიო. სახელმწიფოს რა, სახელმწიფოს თქვენ კარგად იცით, აი 30%-ის ფარგლებში რა. მე სულ არ ვარ ხედულობაში ის, რაზეც თქვენ ფიქრობთ. შემდეგი პერიოდი გახდა ძალიან მე ვიტყოდი მძიმე პერიოდი, $1 6 მილიონი კუპონად. წარმოიდგინეთ, რომ 26,000 ჯიხურის უკან 260,000 ოჯახი იყო. ესა აფხაზეთის ომის შემდეგი პერიოდი, როდესაც ყველა მინისტრი არის რუსეთის დანიშნული. ერთ მომენტად მოხდა ის, რომ აღარც ცხელი წყალი ჰქონდა, აღარც ელექტროენერგია შემოდიოდა, აღარც ბუნებრივ გაზს ვიღებდით. 6,000 თბილისში მარტო ტრანსფორმატორი აფეთქდა. შეძლო ამ სიტუაციის ისე შეტრიალება, რომ ქაოსი სახელმწიფოდ გადაექცია. გაჩნდა ის ვალუტა, რომელიც დღესაც ემსახურება საქართველოს. ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ახალი პარლამენტი იქნა არჩეული, პრეზიდენტი იქნა არჩეული ამ კონსტიტუციით. დავდეჭდეთ პასპორტები და აი დავემსგავსეთ ქვეყანას, რო იტყვიან. პასპორტი გვიდევს ვეჯიბეს ჩვენ. უნდა გადაწყვეტილიყო, დაარჩეულიყო გზა, საით უნდა წასულიყო საქართველოს და როგორ უნდა გავხდარიყო საქართველოს მიმზიდველი. მე მიმაჩნდა, რომ საქართველოს თუ ფუნქცია შეიძინა, ის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შეიძლება იმდენად ღირებული ქვეყანა არ იყოს. ღიად და გახსნილად განაცხადა იმის თაობაზე, რომ საქართველოს და აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად ააშენებენ დიდ ნავთობსადენს. ერთ-ერთმა პირველმა საქართველომ გააფორმა ნატოსთან შეთანხმება პარტნიორობა მშვიდობისათვის. First of all, when are we going to become members? უცბად რუსეთმა გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა გაზის მოწოდება. ყველაზე უფრო მეტად ჩვენ გასცადენი გვაინტერესებს. ეს არა მარტო სოციალური პრობლემა, არამედ პოლიტიკური საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს დაიწყო გაზის მიღება აზერბაიჯანიდან. ტელეფონზე რეგავს ელცინი. პრინციპულად რომ ნავთობს და გაზს თავი დაანებეთ. კასპიის ნავთობით და გაზით დაინტერესებულია რუსეთი. მოხდა ისე, რომ ეს 25-ები არ აფრინდნენ. იქ ზრავების საიდანაც აქ იყო ჩაყრილი ქვიშა ქვა თუ რაღაც მსგავსი რაღაც. ცხოველმა არ შეაჩერა, თუმცა საბუროები უკვე დახეთქილი იყო. ბიჭები დაგვეღუპნენ სპეცნაზელი დათო კოკაური და პირადი დაცვის წევრი კახა შევარდეინძე. რამოდენიმე მძიმედ დავიჭერით. შემდეგ დადასტურდა, რომ ეს ხალხი მომზადებული იყო რუსეთის ბაზაზე ჩეჩნეთში. ეს ჩვენი სტრატეგიული ინტერესებია. ეს საქართველოს ადგილია მსოფლიოში. ეს საქართველოს კეთილდღეობის წყაროა. და ჩვენ არც ნერვებმა უნდა გვიღალატოს, არც მუხლები უნდა აგვიკანკალდეს მაშინ, როცა შეგვებრძოლებიან.